რომ მე მგონია რომ სულ მარქსისტული სკოლები გვაქვს. რომელი სკოლა იძახის რომ თავარი ბოროტება მთავრობა არისო და მე ვავუხსნი ბავშვებს. ანუ ის კი არ არის რომ რაღაც პირველ კლასელებს კი არ მოუყვები რომ ეროვნული ბანკი ცუდია მეთქი. პირველ კლასელებს მოუყვები რომ ჯერ ბავშვებო საკუთარ თავზე დაიწყეთ, უნდა დაიწყოთ პასუხისმგებლობის აღება მეთქი. რაც მეტი პასუხისმგებლობა, აი ესე ნელ-ნელა გაიზრდება და საბოლოო ჯამში რთულ თემებზე როცა მივალთ, აი ბოროტების შინაარსაც ავუხსნი. ხო და მე ამჯერა რომ რომელიმე სკოლაში საქართველოში ოდესმე ვინმე ბოროტების შინაარს ხსნიდა და ასე ზრდიდა საკუთარ შვილებს და მე იმათ თავისუფალი ნებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თვითონ გახდებიან ამ ბოროტების მსახურები თუ რაღაცა სხვა გზას აირჩევენ. მე ჩემი აზრით მინდა რომ წარმატებული ბავშვები გავზარდოთ, ისეთი წარმატებული ბავშვები გავზარდოთ, რომლებსაც მორალური პრინციპები ექნება და ძალიან მათ შორის გაუჭირდებათ, აი მეგობრების ხათრითაც გაუჭირდებათ ბოროტების გაკეთება. აი ხა ხომ არც ერთი პროფესია არ არის, რომელსაც შეუძლია რომ თავისუფლად ისაუბროს. მათ შორის მის პროფესიაში რა ბოროტებაც ხდება იმის შესახებ. ეს ხო ზოგადი პრობლემაა, ეს ხო მარტო პოლიტიკური პრობლემა არ არის. ეს ჯანდაცვის პრობლემაა, ექიმების პრობლემაა. ჩვენ სასამართლოში რაც ხდება. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენი იურისტია ქვეყანაში და არავის არ აქვს მორალური პოზიციის საჯაროდ გამოხატვის საშუალება. ეს არ არის ნორმალური საზოგადოება.